ხო? ნუ ეხლა გასაგებია რომ მაგის მერე წამოვიდა სოროსის ფულები და მაგის მერე გასაგებია რომ ეს ის ფენა არის კლასია პოლიტიკური რომელიც ყოველთვის იყიდება ფულზე. მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტერესები არ არის ურთიერთობები არ არის საქართველოსათვის პანაცეა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ევროკავშირის წევრები იყვნენ ქვეყნები, მაგალითად საბერძნეთი, ხო? და დავინახეთ როგორი ეკონომიკური კოლაფსის წინაშე იდგა, ხო? რაღაცა პერიოდის წინ. ევროკავშირში შეტანა პროდუქტის, მაგალითად ღვინო ახსენეთ, ხო? ბატონო ნიკოლოზ, ქართული ღვინო არის ყველაზე თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოა მსოფლიოში, ხო? ცნობილი არის. ბაზარი ისე არის სტრუქტურირებული ევროკავშირში, რომ ესპანური, ფრანგული და იტალიური ღვინო არ გააკეთებს იმას, რომ ქართული ღვინო შევიდეს. ისეთი მასშტაბით, როგორც ჩვენ გვინდა. ასევე ეხება სხვა პროდუქციას, ხო? ეს ევროკავშირი არ არის ის სისტემა, რომელთანაც ურთიერთობა, მხოლოდ მათთან ურთიერთობა იქნება ჩვენი ქვეყნის აღმავლობის საწინდარი. რა თქმა უნდა, იყო ადრე ესეთი ილუზია საქართველოში და ამ ილუზიას მიყვებოდა ქართული ოცნებაც, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავთ ევროკავშირის ასე ვთქვათ ბრმანაწლავი და რაღაცნაირად მისი განაპირა, ყველაზე განაპირა, ასე ვთქვათ, კიდე, სადაც რაღაცა ცივილიზაცია და ეკონომიკა უნდა შემოიტანათ. მაგრამ უკვე 2 წელია რაც დადგა ახალი რეალობა მსოფლიოში და ეს უკავშირდება ბრიქსის სახელმწიფოების გაძლიერებას, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, ასევე თურქეთის სახელმწიფო წამოვიდა ძალიან წინ და ის ასევე როგორც მან ნატოს წევრია, მაგრამ აღარ თამაშობს იმ პოლიტიკას, რაც არის ამერიკისათვის პირდაპირ მისაღები და დღეს შეიქმნა ესეთი სიტუაცია, რომ ჩვენ იმის მაგივრად, რომ გვეოცნება ევროკავშირის ეკონომიკური და კულტურული ბრმანაწლავი ყოფილიყავით, დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ევრაზიის ერთ-ერთი ცენტრალური კვანძის გზაჯვარედინი ვიყოთ სწორედ ეკონომიკური მაგისტრალების. და ეს ნიშნავს, რომ გზაჯვარედინი ნიშნავს, რომ მსოფლიოს 4-ვე მხარესთან შეგვიძლია ჩვენ დავამყაროთ ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოსათვის ყოველთვის გამოსაყენებელია და კარგია, მათ შორის რა თქმა უნდა, დასავლეთ ევროპასთან, დავამყაროთ პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც წაადგება საქართველოს მომავალს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ეკონომიკის აღმავლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული ოცნების მისია არის, რომ ქვეყანა მოამზადოს იმისათვის, რომ ეს გზაჯვარედინი გაიხსნას. შედგეს ეს გზაჯვარედინი. ამისათვის საჭირო არის რუსეთთან დალაპარაკება, რადგანაც რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე, ვინც თulis, რომ შეიძლება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება, ეს არის სრული ილუზია და საკუთარ ტყუილში ყოფნა. ხოლო რუსეთთან გასაუბრების დაწყებას და აფხაზებთან და ოსებთან, რა თქმა უნდა, მანამდე საჭირო არის ქვეყნის მომზადება იურიდიულად, რომ იყეს გამოძიებული იყოს ყველა ის დანაშაული სამხედრო, რაც გააკეთა ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობამ და იყვნენ დასჭილი ეს ფიგურანტები და ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა და სახელმწიფოს ჟესტი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების მიმართ, რომ ეს მეტი აღარ გამეორდება, ამას თვითონ ქართული სახელმწიფო დაგმობს და მეორე რაც მთავარია, სანამ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ არის გამორიცხული, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ესენი ითხოვენ და ესენი აწვევიან ქართულ ოცნებას, ეს ძალა საერთოდ უნდა განეიტრალდეს. რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები საჭიროა, იმიტომ რომ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვალოს, შეიქმნას ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე და ტერიტორიულ მთლიანობაში, აი ამ ჩვენი ძიძველი რეგიონების დაბრუნებაში შეცვლის კონსტიტუციას ისე, რომ ქვეყნის გამთვლენება იქნება შესაძლებელი. ამიტომ აი ეს გზები არის გასავლელი, ჩვენ სხვა გზა არ აქვს, ვერავით არის ძალა საქართველოს იმ ეკონომიკურ პროექტებს ვერ ჩამოაშორებს, რაც უკვე გადაწყვიტა მსოფლიოს აქეთმა ნაწილმა, რომელთა ხელში, ბრიქსის ხელში არის 70-ზე მეტი ტრილიონი შიდა პროდუქტი.